გამარჯობა, დღეს დაიგვიანეს სანდრომ და ნინომ. და მე და ჩემმა დღევანდელმა სტუმარმა ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ, ამიტომ სათქმელი აღარაფერია, ნახვამდის. დიდიდან გამოწვეული იქნება თავიდან მომდე ეს პოდკასტი. აი ეს უკვე იქნება ტყუილი, იმიტომ 9 საათი გვეყო იმისთვის, რომ ყველაფერზე გველაპარაკო. კაი. ყველაფერზე არ გველაპარაკე. არა, ხო. ცინიკურად გველაპარაკეთ, ცინიზმზე არ გველაპარაკე. ცოტა. იყო იქ ცინიკურობის ნაწილი. კი. კი. ჩემ მონოლოგის რაღაცა ნაწილიც წავუკითხე სხვათა შორის. ანუ მაგდორნემდე ჩავეშვით, რომ უკვე მამეცატინა რა მონოლოგში. კაი. პირველი კითხვა. ვინ ხარ მაშინ, როდესაც საკუთარ თავთან მარტო რჩები? ო. იცი მაგაზე დაყურებული ვიღაცები ხომ არიდებენ ხომ თავს ხომ მაკითხავს ხომ როცა უსვა ხომ და რა ქვია. კი. აი მაგაზე ცოტა სამართლობა, იმიტომ რომ ოდნავ მომზადებული შეიძლება იყო მაგ პასუხისთვის. არა ცოტა გუწევდა თქვა საკუთარ თავთან მარტო ვარ მაგარი შიშა რა ადამიანი. და ეგ შიში არის რაც ალბათ რაღაც მაკეთებინებს ცხოვრებაში. ეგეც შეგრძნება მაგ რა. იმიტომ რომ ანუ მარტო რჩები ხო არაფერ ანუ ეს ხმაური დაიწევს. მე რიწებ ფიქრს იმაზე რომ რაში არ ვარ გიხარ, რაში ვარ გიხარ, ნუ უფრო რაში არ ვარ გიხარ მაგაზე და ანუ თვითკრიტიკა ირჩება ხოლმე რა. და აი თვითკრიტიკა ხოლმე მე რო ჩავამოდები მიდის შიშამდე ხოლმე. შემიძლია რომ რაღაც კარგი არ ხარ საკმარისად რაღაც არ გამოგდის კარგად. მე შეიძლება რაღაც სავი შეადაროვან რაღაც ეგეთი რა. მაშინ შედარება კიდე ძალიან შხამიანი რაღაცა არის. და მაგიტო ალბათ შიშა რა რო საკმარისად კარგი არ ვარ რაღაცებში. აი ეგ არის ეს უფრო კარიერისტი ლუკას მე მეორე მხარე არ მაქვს ესე თქვა რა ანუ იმიტომ რომ იმაში ისე არ ვარგივარ პირად ცხოვრებაში ზოგადად რა იმდანად გამოუსადეგარი სტატისტიკიდან გამომდინარე რომ მაგაზე საფრთხილები მაქვს ჩაქნეული რა აკეთ ხარეს კარიერაში შიშა რა ვარ და რომ და ეგ არის გონი კარგი ჩემთვის რომ ეგ შიშის გადალახვა გიწევს სულ და მეორე მხარე საერთოდ არ შევეხები იმენა ხო, ამიტომ რაღაც მომენტში ცოტა გირჩევნია კიდეც ალბათ რა იყო კარიერისტი, ხო? არავინ არც ერთი კარიერისტი არ არის კარიერისტი, იმიტომ რომ ძალიან მაგარი არის ოჯახურ და პირადულ ცხოვრებაში. უმეტესობა კარიერისტი ხდება, იმიტომ რომ ის იმდენად გამოზდის, რომ ფონზე ეს გამოზდის და რაც გამოზდის, იმის თავში ნიგუშებს ხდება. მე კი ვარ, ანუ მაგიტო ვარ კარიერისტი. მაგიტო ვარ. გინახე კარიერისტი, რომელსაც კარგი ჯანსაღი პირადი ცხოვრება აქვს? იცი რა არის, მამა ჩემი არის ძალიან კარიერისტი. მშობლების თაობაზე ლაპარაკი არ შეიძლება, რატო? იმიტომ რომ სულ სხვანაირი გარემოში გაზრდილი, სულ სხვანაირი ცნობები, სულ სხვანაირი წარმოდგენები, სულ სხვანაირი ინფორმაციის მოდინება, ამიტომ ისინი ცოტა უფრო მარტივ პერიოდში გაიზარდნენ, ვიდრე ჩვენ გავიზარდეთ. ამიტომ არა კაი შედარება. აი შენ რატო გაიზარდე უფრო რთულ პერიოდში ვიდრე? თუ პერიოდში რა მარტივს ვიძახი და რთულს არა ისე რომ სიდუხჭირე ანამეტრა, იმას ხო ანუ დაბინძურებული ცხოვრებით გავიზარდეთ უფრო. მე ეგრე მგონი, ნუ ყოველ შემთხვევაში მე რა ისეთ რაღაცაზე მქონდა წვდომა ინფორმაციის პატარა რო ვიყავი, რადგან არ უნდა კონდეს, არ ქონდა მაგალითად 80-იანებში, 70-იანებში. სულ მეტად ინტროსპექციის, ანუ საკუთარ თავში ჩახედვის ფეტიშის პერიოდში ვცხოვრობთ ეხლა ჩვენ. ანუ რაღაც არ ხარ ნორმალური ტიპი, თუ არ საკუთარ თავში არ ჩაძურები და რაღაცებს არ გამოარკვევ, ესე ვთქვათ რა და არა, არ მიგეჩნია ეგრე? არა, იცი არის ეგ არის აპრიორი ეგრე ვცხოვრობთ რა, სხვა გზა არ არის, მაგრამ ეგ არნიშნავს იმას, რომ რეალურ სურათში უკეთესი არის შენთვის. ანუ ასე რომ რამდენი ადამიანი რომელიც სრულიად დებილია, სულად იზოლირებულია და ბედნიერი არის. რაღაც მომენტში ხო გისურვია რა ეგეთი იყო. ხო, რა თქმა უნდა, ყველას აქვს ხომ მომენტი ეჭვმაქ რომ რაღაც მომენტში რომ ნეტა ვაიხა არ მქონდეს მაგაზე საფიქრარი, მაგრამ ანუ და კი, რა თქმა უნდა, არც დათმობთან მაგას ხარ დათმობ, რომ თავი უკეთესი გონია. რა კი ნაწვალები ხარ, ნაბძოლი ხარ, რაღაცა ისა გონი რომ იცი რა მე მაგით რაღაცას უფრო უკეთესი ვარ, ვიდრე შეიძლება სხვა იყოს, ვინც დებილი არის. არა, ეგ არ მაქვს. შენ გააქვს? ანუ ყოველ შემთხვევაში კი მგონი მაქვს, იმიტომ რომ ანუ არ გავცვლდი რა. ანუ ხო არის რატომაც არ გაცვლდი მაგას რა. აი საერთოდ რას ეძახი დებილს გააჩნია. და ანუ ცოტაზე ხო მართალია ძალიან ფართო. ხო, ეხლა ხო, აი დებილი ვთქვათ, მოდი დებილი არა, ცუდი სიტყვა არის, არა. ხო, ძალიან. რას ეძახი, აბა? ადამიანს რომელსაც ემოციური ინტელექტის ნამუშევარი აქვს საკუთარზე რა. ანუ მაგალითად გოგოშკურად რა ვიღო, ეხლა ნერვიულობს რა დიზაინის შილაკი წაისვას იმაზე უფრო მეტად. ნუ ხო, ეგ იმას არ რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს რომ შეიძლება ძალიან ღრმა ადამიანის ნერვიულობდეს მაგაზე რა, იმიტომ რომ ის მარტო მაგაზე რო ნერვიულობს, რომ რა აცვია როგორ და რაღაც ეგეთი და ვის რა მოეწონა და რაღაც ეგეთი, აი მარტივად მაგით რო არის მარტო დაკავებული
ეს თქო ის ადამიანი უფრო ბედნიერი, იმიტომ რომ ის პრობლემები მოგვარებადი არის და არის ხალხი, ვინც რაღაცები ისეთი შეეტყო თავის თავზე, რომელიც საერთოდ არ არის საჭირო რომ იცოდე, იმიტომ რომ რო იცი, მაინც ვერ შველი. ხო? ეგ არის რა. ან თუ შველი ძალიან ტკბილოვანი პროცესი არის. ძალიან სიღრმეებში გიყვარს ჩასვლა საკუთარ თავთან, ბევრს ფიქრობ. სიღრმეებში ჩასვლა ეგეც თავის ნუგეში. ანუ არის ხალხი, რომელსაც რაღაც თავის ნუგეში რაც ნიშნავს? თავის ნუგეში არის რაღაცას, რა ნუგეშის ბევრი ფორმა არსებობს, მაგრამ მე რასაც გულისხმობ არის ის, რომ იცი არის, მე რა მაგალითად ჯანსაღი არ ვარ. ზატო ჯანჭკვიანი ვარ, ხო ეგეთ მომენტი რო არის და რაღაც რო იგონებ აკომპლექსები რაღაცით და მე რა რაღაც პირად ცხოვრებაში რაღაც არ მივარ გარაფერი, მაგრამ კარიერაში მაყურებელი. აი ეგეთი რაღაცები, რაც ბალანსს გარღვევინებს პირიქით რა. ანუ ხტები რომ ბალანსი მნიშვნელოვანია, მაგრამ ხალხი ვისაც ბალანსი არ გამოგდის, თავს ვინუგუშებთ იმით, რომ ნახე ეს კი არ ვარ გამარა, აი ზატო ეს მაგ მესმის რასაც ამბობ, მაგრამ ზედმეტ ფიქრს მოაქვს ეგ? არა, ზედმეტ ფიქრს ბევრ ფიქრს მოაქვს? ბევრ ფიქრს მოაქვს ის რომ მე იმაში შეჭუგებარება ესეც არ გამოდის და რაღაცა. ხო და აი მაგ overthinking-ი რაც არის. გიყვარს, აი ხო აი ზედმეტ ფიქრობა. არ მიყვარს, მაგრამ როგორ არის overthinking-ი? მომეტანი ფიქრი. მართლა ისე რაღაცა ინტერ. არ გუძდოურ ვარიანტები მაგის ალბათ. ხო. ხო, არა, ნუ overthinking-ი არ მაგითი დაკავებული? აი მაგ ანუ არ ხარ შენ არ ხარ? კი, მაგრამ ბევრი არ არის რა, არ არის. ხო და მაგას ვაი ხალხი ამით overthinking-ს არ აკეთებს. და overthinking-ი მოგ შფოთვას, ხო? შფოთავს და პირიქით შფოთვა მოაქვს overthinking. vicious ანუ ჩამხეული ციკლი არის, ხო? სპირალია ვარდის. ალბათ რა. და თვითიშველი მაგას რა, მაგალითად აი რო ატყობ რა აი. სხვა ძილის წინ თქვა თუ ამბობ რა, არის მაინც. რატო იქამდე მუშაობს ან გული არ წაგება? აი, არ ვიცი, უნიტაზზე მუშაობა უნიტაზზე ძალიან მარტივად გამოდის ხომ? მართლა ეძახი, ანუ არა, ნუ ხო, ისე მაგას ოფრაიდი. დასვენება ხო გინდება ხოლმე ხანდახან. რის განისვენებ? შენი ფიქრებისგან ისვენებ, მაგ დროს არ ამგონიო. გათიშვა არ შეგიძლია? იცი რა არის, ბოლო დროა აი ასაკთენად მოდის ის რომ ამოღამებ მაგას რა. რომ ბოლოდ აი ესე დოლჩე ფარნიენტე თუ რაღაც რო არის ხო იცი რომ The sweetness of doing nothing, ხო? ეგ არა. მაგის ანუ იცი როგორ შემიძლია თავისვენო, კარგი ჭიქა ყავით. რომ აი იცი რა იმის კი რა ყავაზე ვიფიქრო. რა ყაიყავა? ხო რა იცი ან როგორ გაიხსნა რაღაცა და როგორ ყავილის არომატი. დოზირებულად სვა? რამდენი ხანი შეგიძლია ერთი ჭიქა ყავას სვა? რამდენი წუთი? რამდენი წუთი? შემიძლია თელი დღეს ვარ ჭიქა. მეც მაგას ვაკეთებ. ცივსაც ვარ. ცივი მე მგონია ცივი უკეთესია. ან გაციებული ყავა, ან კიდე ვაფშე ვარ გაცხელებულა ეგეთი ყავა, cold brew. არა ნუ ის არის ანუ ყველაფერს ეგ არის გასე გამოსავალი ეგ დროს არის ხომ ბოთ დეტალებზე ყურადღების გამახვილება რომელიც შენგან დამოუკიდებელი არის. ანუ აი შენ ჰობისტი ხარ გაქანებული რა. ხო. ეს ჰობის მექანიზმი რა არის რა რისთვის აკეთებ მაგას? სემნებს განიჭებს. კი. ხო. მაგრამ იცი იმისთვის რომ ჰობისტი გახდე ხო რაღაც ესე იგი ბევრი დონე და ჰორმონის გამოყოფის. ხო, დოპამინი, ოქსიტოცინი რაღაცა. აი მაგის ძიებაში ვარ. ხო. მაგას და მე ანუ დამოკიდებული რო ხდები, მე ხდები სერიოზული ჰობისტი. ხო. და ეგეც უკვე მოსვენებას არ გაძლევს და აღარ არის ეს. ხო, რაღაც დონეზე მე ხო მე იმად იქცევა, ხო, მე იქცევა რაღაც იმად, ხო, ნუ, მაგრამ ნუ რაღაც ფანჯარა ხო არის რომ სასიამოვნო ვარ. ხო. სერიოზულ სად რომელ ჰობიში ქონია ეგეთი რაღაც რომ მის უხარე მაგ დონემდე რომ აი აღარ. რომ აღარ შემიძლია? ხო, რა გადაიქცა სიამოვნების მაგივად რაღაც სხვა დრო იქცევა. ავედის კეთება. ეგეთი რომ ანუ ტვინი გაგბრუღია რომ აი არ გამოდის ან რაღაც ეგეთი თუ რატო? ტვინი გამბრუღია იმითი რომ უკვე თავს ვავალდებულებდი იმაში რომ უნდა ვიყო დურგალზე ძლიერი რა. ეგეც overthinking ის. ხო. ხო. რთულია ცხოვრება მაგას. ხო, ცხოვრება ნამდვილად რთულია. ხო და აი ეგ არ ქონია ჩვენშულებს ქონათ მაგითაც ნაკლები ქონათ, იმიტომ რომ მეტი რამე არ ქონია შესაძლებელი. და ანუ არ ხედავდნენ რომ ვიღაცა არ ქონათ ის ვერ გახსნით ტიტულს და ვიღაცა ჯადოქარ დურგალს ვერ ნახავდნენ. ხტები მომენტია ან ინსტაგრამზე რაღაც ეგეთი. ან კიდე ვერ ნახავდნენ იმას რომ რაღაც რამდენი ვარიანტი რაღაც არსებობს ცხოვრებაში გიქნა მაგალითად. პირველ რიგში მარტო იმით დავიწყოთ რომ სპეციალობას როდესაც ირჩევდნენ არ ქონდათ იმის საშუალება რომ აერჩიათ პრიორიტეტად ერთი იქ თუ ვერ მოხდებოდა მე მეორე ანუ ის თავიდანვე უნდა ცოდნოდათ რას ირჩევენ იმიტომ რომ მე ხა მაგალითად ჩემეძლა თეატრალური ჩემეძლა ბიზნესიც და ისა რა თქო ტურიზმიც. ეგეც ხო სიგიჟეა.
ანუ რაღაც ანუ ხო უნდა აშენო შენი თავი და რო აშენებ შენ თავს და კონკრეტული ფუნქციის გარეშე აშენებ არ გამოდი ანუ რაღაც ესეთი გამოდიხარ ადამიანი და შენ კულინარიასთან ურთიერთობაში შენ ხარ კულინარია შენ რატატუი არ ვიცი ხო მაგის გარდა იქნები ვირთხა ფრანგი მაგის გარდა რა გაქვს ჰობი ну კულინარია ალბათ რაღაც კულინარია არის უკვე გახდა ის რაც ბოდ მინახავს და დანარჩენი ყველაფერი ну ყველა რამე თუ შიდაწვა თუ რამეს აქვს ყველაფერი აბსოლუტურად ოღონდ მე შენგან ცოტა სხვაგანო შენ ოფროუდში ხარ მე რესტავრაცია ძველი მანქანები მაგით თავის ეგ არის ჩემი სიამოვნება და რა ქვია ზითად ну ხო ეგ არის აი რითიც შემიძლია ის მედიტაცია გავაკეთო რომ გარაჟში უბრალოდ ავალ სახში დავждები და შენ მთელი ღამე მაგალითად არ ვიცი რაღაც რადიატორის გასწორებაზე ჩაიჩვენა რაღაცით მარტო იმიტომ რომ აი შვიცი მშვიდე მოვაკა მარტივია მანქანის აწყობა დაშლა შეგიძლია ანუ გამაგარია ანუ ესეთია რა ეგეც ეგ ბიჭებს დაპროგრამებულები ვართ ბიჭები მაგაზე ხო ბავშვობიდან რა ანუ ერთხელ ჩაგითავენ სარბოლო თამაშს და მე გინდა ეგ მანქანა თელი ცხოვრება და გამომართლა რომ კულინარიაში მდენად კარგი ვარ რომ ის მანქანა შემიძლია რომ მყავდეს რაც თან ისიც არის რომ იაფიანი გემოვნება მაგ ამიტომ კარგი მათი ესეთი მანქანები არ მინდა რაც ძალიან აბსურდებში გადის კაი რომელი მანქანა მოგწონს ყველაზე მეტად ეგ ისეთი 100 თუ ისეთი წოწნებული მე მაგ ფეტიში მაგ არადეკვატური აუდის არადეკვატური აუდი რა არის არა აუდის არადეკვატური ფეტიში მაგ ბოდიში ნეტა რატო ეს მეტყოლებად ჩემი ძლიერი ხარე არ არის და რა ქვია ისა 4 მყავს და თან 3 ძველი მყავს და მიყვარს გაცოცხლება ან ისიც მიყვარს რა გამოდის ხოლმე 4 აუდი ყავს 4 აუდი ყავს აუდი მე ძალიან მომწონს ვიზუალურად ოღონდ ერთი მოდელი კონკრეტულად რაღაცა დაბალი სედანია და არის რაღაცნაირი იმას გავს ბათინგს გავს ოღონდ ძალიან ცხვირი მომრგვალებულს ძველებურ ბათინგს სხვანაირად ხსნი მოდი მე ვილაპარაკო ძალიან დამბრია მეტყვი ბათინგს ვერ აქვს ალბათ რომელი ხება ხო ეგა ოდნავ აი ძალიან ოდნავ აი სულ ოდნავ რომ შემახედო არა ანუ რაღაცა არა სოდომდე შემიშვი რატო არ გამოგდი შენი აზრით პირადი ცხოვრება მაგაზე მე ნაჩვენებმა ფსიქოლოგმა ძალიან ბევრი მუშაობდი და ვერსად ვერ მივხვდი. არა, ნუ ეხა ეს ძალიან ბანალური არის მანდა რაც არის, ალბათ ის რომ რაღაცა უნდა ბალანს სისტემა გაქვს? ეგეც არის ხო რა, ანუ დროის მენეჯმენტი. იცი რა, დროის მენეჯმენტი. ეგ ხო ეგ საერთოდ მქონია, ანუ ისე ანუ დროის მენეჯმენტის და უნდა არის იმ ხრო რომ ეხა ხო ყავს შვილი? აღარ. შვილი მყავს. არა, ხო, შვილი ყავს. ძალიან ცოლი აღარ მყავს. და ანუ რო თქვა რომ ეხა რა ქვია, ეს თავზე დაიწყო თუ რა. ჩემ მეგობარი ლიზა აკეთებს ხოლმე ხეს რო პოულობს, ჩემ თავზე შვება. მაშინ თავზე. რომ მე ამასაც ვარ დავარ. არ არის ეს ხე. ეხი არ არის და მაგით ვარ დავარ. არა, ანუ ის ჩემი თავი, ესე ვარ, კონვენციონალური წარმოდგენით საკუთარი თავის სიამოვნების დრო რაც არის ხომ, ხო, მაგალითად, აი მაგის გამოყოფის უნარი არ გამაჩნია ერთი, ეგ არის პრაქტიკული რაღაცები რაც, მაგალითად, აი რომ წავიდეთ მაგალითად, რო თქვათ იმაში, რა ქვია, სადმე კუნძულზე მაგალითად, ხო? აი მე კუნძულზე ვერ წავალ, თუ კუნძულზე რაღაცა არ არის, ის გამოც მე წავიდე, აი კონკრეტულად ასე დასასვენებლად ვერ წავალ რა, ანუ უნდა ან რაღაცა ხემოძებუნო, ან უნდა რაღაცა ნახო ისეთი რაც კონკრეტული ან უნდა არ ვიცი ფუნქციური უნდა იყოს რა, რაღაცა უნდა წარმოვიღო იქიდან გონებრივად ჩემთვის რა, ისეთი იყოს, უბრალოდ დასასვენებლად ვერ მიზამ მაგას რა. აი უცხოეთში ხომ მარტო მაშინ ვარ ხომ მედნიერად და საქმეზე მიმდივარ ხომ. თან მე დასასვენებლად მიმდივარ ხომ რა და ამიტომ ანუ აი ეგ არ გამომდის მაგას ვერ ვთიშავ და ნუ ახლა მაგას ვერ ვთიშავ, იმიტომ რომ ფოთვა მაქვს მუდმივი. არა, ეგ უკვე ცალკე ამბავი არის. აი და ამიტომ არ გამოგდის პირადი ცხოვრება. ოღო, ანტი ციგო რაღაცა მე ეხა მე ამას ყველაფერს ხასს უსვავ და ვიძახი. არ ნიშნავს რომ მეტად ქონეს ან ნაკლებად ვიდრე ვიღაც სხვაზე, უბრალოდ იმდენი ყურადღება მაქვს მიცემ მაგისთვის, რომ ყველაფერს სახელი დავარქვი და მაგიტო ხტები შეიძლება ისე ჟღერდეს უფრო სერიოზულად ვიდრე არის. არა, მე მეცეგრევ თუ რა პირადი ცხოვრება არ გამომდის. და ამიტომ მე ზუსტად მესმის შენი, ანუ ეს იმას არ ნიშნავს რომ ავათარი და არა, ავად ვარ, მაგრამ სხვა ამბებში ვარ. ხო, ან უბრალოდ ანუ ყველაფერს სახელს ვარ პრიორიტეტები რაღაც ცხოვრებაში და არის ხო
მგონი პერიოდულად დავალაგებ პარასკევი აქ უბრალოდ თან კიდე პლუს. რატო გონათა საიდან მოიტანა? არ ვიცი, უცებ ეგ მომიდა რა მეთქვა. 7 პარასკევი? აბა რამდენია 8 ვშებოთი? არა, 7 პარასკევი. კონტექსტი რა არის მაგის მითხარი წამი თუ შეიძლება. კვირაში 7 დღეა და 7 პარასკევი. და 7 პარასკევი რას ნიშნავს? რატო პარასკევი? ეგ მაინტერესებს ჩავეძიოთ მაგას ერთად. არა, ის იმიტომ არ არის პარასკევი დასვენების დღე საღამოა. ეგ თქვენთვისაა, ჩვენ სერვისის ინდუსტრიაში პარასკევი დასვენების დღე არა. თეატრის არა, ხო, პარასკევი შაბათი თქვენ გართობთ. ჩვენ ვერ გვართობთ, ჩვენ რესტორანში ვართ და მუშაობთ ხოლმე ეგ დროს ხოლმე და ვიღაც ხებს ვართობთ ხოლმე ჩვენ ხოლმე. ხო და მე არ მახსოვს ჯერ რომ ჩვენი სამუშაო სპეციალურად ეწამე. ჩვენთან მოსულან თეატრის სპექტაკლის მე ხალხი მოსულან, მსახიობებიც მოსულან და უჭამიან, მაგრამ ჩვენ არ ვიყავ მაგის დრო ხოლმე. მე იმას გულისხმობ რომ მე არაფრის თავი არ მაქვს როდესაც სპექტაკლს თამაშობ, მე ცეხში ვერ მოვალ და ვერ შევჭამ. აბსოლუტურად გითხრობ მაგაზე ძალიან ნორმალური და ადეკვატური ყველა. გამოფიტული დაცლილი და ის ხარ ხო. ეს რაღაცის გამიდა და მე აღარ ვიტყვი. მივხვდი ასას. ჩვენც ეგეთები დახვდებით ხოლმე, ეგეთები ვართ ხოლმე, რომ მოდიხარ ხოლმე თქვენ ხოლმე, როცა მოდიხართ ხოლმე. ხო და იმას გულისხმობ, არა, მაგიტო არ მიგულისხმობ, კიდე ეგ არ მithქვია პარასკევზე რა. არ პირველად გავიგე, ამიხსენით რას ნიშნავს ამას. ამას 9 პარასკევი აქვს, ანუ რო ვიძახი რა დღეს არ მოვიდა. ოკეი, ხო. შეიძლება. არ გაქვს ეგ? კი. ხო, ეგ ამ რამე ისეთია, ბევრს არ აქვს ეგეთი რაღაცა. გეგმების შესვლა ხომ რაღაც ესეთია? არა, ბევრს არ აქვს, ბევრს არ აქვს. ახიზე. ზოგი არის სიტყვის კაცი, აი აგერ სიტყვის კაცი ზის. აი ხალი რომელსაც მართლა მარტო პარასკევი. მე ისე გადამიგდია ხალხი რაღაცებს ხომ რა ცოტა აბსურდია ხომ ხან და ხალხი. ანუ 1-2 სანამ მიმიცინს მაგარი ნაწყინია შემზე, იმიტომ რომ მე და შენი შეხვედრა იგეგმებოდა რამდენი ხნის წინ გამახსენა? არა, მან მარტო მე არ ვიყავი. ვიცი, მეც გადაგაგდა. მე ვთქვი ერთი დღე გამოვყავი თავისუფალი და მე ვიცი, თან ცუდ დროს მოხდა ეგ რო გადაგაგდა. მაგრამ ჯერ ხოლო კამ გადამაგდა. მე გადაგაგდი. ცხა პარასკევი თუ მე შენ ქონია მე კი არა ხედავ შენ. ეს ყველაფერი შესავალი გაკეთე იმისთვის რომ აქამდე მოსულიყავი რომ მაგაზე მოგეჯვა და თურმე მეც მინდა რომ პირველად ცხოვრებაში წესიერად მოვიგეთ. არა, მოსტერ მე ვარ დამნაშავე. აუ რაღაცის კითხვა მინდა და ძალიან მაინტერესებდა და ეხლა დამოვიჭრე. იცი რა მაინტერესებს. ხო. ყველაზე მეტად რა თვისებები არ მოგწონს შენში, ძალიან მაინტერესებს. მაგაზე გაქვს ალბათ მილიარდჯერ ნაფიქრი. იცი, ამ ეტაპზე ცხოვრებაში ცოტა ისეთი რაღაცა, უკვე იქამდე მივედი, რომ ანუ ყველაფერი მივიღე ჩემ თავზე რაც მაქვს. ანუ ყველაფერთან, მაგრამ ოკეი. ანუ მივხვდი რომ შეცვლით მაინდა-მაინც დედ ვეღარ შევიცვლები, იმიტომ რომ 30 დაცილებული ხალხი არ იცვლება ზოგადად. რამდენს გადაცილებული ხარ? 30 გადაცილებული ხალხი თქო რა. ძალიან. ოდნავ ნახევარგზაზე არ მისული ჯერ. 34 ხარ? ანუ ჯერ მივხვდი. მაგიტო იმის ამბიცია არ მაქვს რომ დიდად შევიცვლები რამეში. ერთი ალბათ ნაკლებ მეტი რაღაც ფეხზე მყიდია და ანუ აი ეგ მეშინია რომ რაღაცები ძალიან არ დავეკიდე ფეხზე. აი მოდი დავუბრუნებ. გადამგდებობა არის ჩემი რაც ყველაზე არ მომწონს. რომ ანუ აი სხვისი დროის დაფასება ხანდახან არ მაქვს ხოლმე. რატო? ისე ის ხარ? პროჭი. სწორი შესაძლოა. ეგოისტი ხარ? ანუ აი მაგკითხვას რო ხო დავუსვამ ჩვენ ეს კითხვა. ხო? ანუ აი ერთპარო ეგო ანუ აი თუ კარიერისტი ხარ, ესე იგი ეგოისტი ხარ ავტომატურად. სხვებთან ურთიერთობაში ეგოისტი ხარ, ანუ სხვისი გადმოსახედიდან შეგიძლია ხოლმე, აი ეგ ეგოიზმი არ არის. ეგ ემპათიის უნარი არის, ეგ კიდე სხვა არის. ემპათიის შეიძლება ემპათიის უნარი ქონდეს და ეგოისტი იყო. ემპათიის უნარი გაქვს. ალბათ კი, მაგრამ უარყოფ მაგ შეგრძნება შემში. კაი, თავის დახრა შეგიძლია? თავისაც დამნაშავე ხარ შეგიძლია? ეგ მაგაზებული მაგრამ. ეგ პირიქით ანუ როცა დამნაშავე მოსმენის უნარი. გააჩნევს. ჩეკვითრა. მოსმენის უნარი გაგაწოტინე, ეგ იდეალური იყო. ისა მოსმენის უნარი არ ვერც რომ მოგითხვაზე ვიყავი. გავიტიში. ძალიან ბევრი ინფორმაცია. შეკი არის ბოდიშზე იყო. ბოდიშს მოხდა ანუ მე მგონია მნიშვნელოვანი სკილი არის რომ შენი ბოდიში და მოსაქმებულის მოწმენდა შეგეძლოს ხოლმე. ხო და ბოდიშს მოხდა აუცილებელია. მოსმენაზე კიდე ყველა მოსმენი არ არის რა. ხო.
ანუ აი ეხლა პოდკასტების სერია გაქვს, რამდენი ჩაწერილი უკვე? არ ვიცი. ბევრი. ანუ რამდენჯერ ყოფილა რომ ერთ და იგივე რაღაც თქვა ხალხს. საკუთარ თავთან მარტო რო რჩებიან, მაგაზე ბევრჯერ ერთი და იგივე შენც კი მითხარი აქ კი. და ანუ ისედაც ვიძახი რომ მარტო რამდენი ტიპის ადამიანი ვარსებობთ. მართლა იგივე თუ რამდენი ადამიანიც არის, იმდენი ფერი არ არის? არა. ანუ ვიცი რომ შეიძლება კი ნიუანსში ჩახვიდე რაღაც, მაგრამ აი რაღაც ესე ვთქვათ, არ ვიცი, შეიძლება ჩემი რაღაც ცინიკური, მაგრამ აი 50 კაცის მოსმენილი ვაქვს ცხოვრებაში, ხო? ახალს ძალიან სწორმეს მოვისმენ რაღაც დამატებით ადამიანისგან რა. ანუ თან მე მესმაქ რომ მიყვარ ჩაძიება ადამიანში, იმიტომ რომ ჩემთვის რაღაც ადამიანის პიროვნება ძალიან მიმზიდველი რაღაცა, ზოგადად საინტერესო არის რაღაც ზოგადად და ანუ რა ჩაეძები ჩემ ჩათვლითაც, ხო? ანუ აი მარტივად რა იყოთ, ხო? ბანანურობის ზონე რა იყო რა. აი მე ვარ რაღაც შუახნის, ან ნაადრევი შუახნის კაცი ვარ. მაგ კლასიკურად ჰობიები მაქვს. მანქანები, იარაღები, ბაიკები, რაღაცა ისა, კინო მიყვარს, რაღაცა ესე, ხო იცი, რამდენი არის ჩემნაირი ეგეთი. ანუ კლუბები არსებობს თუ შევები მომენტია. ეხლა შენ სხვა ხო ოფროუდის კლუბში ხარ, ხო? ეხლა რამაც მაგამდე მიგიყვანა, ხო, მაგ შენ რაღაცა ინტერესამდე, ხო? არის კონკრეტული ემოციური წყობები არის, რაც ხდება რა და ეგ ემოციური წყობები უმეტესობას ერთნაირი აქვს, უბრალოდ ზოგი ცოტა სხვანაირ შედეგამდე მიდის, ზოგი სხვანაირამდე, მაგრამ დიდი განსხვავება არა ხომ, სათამაშოები იცვლება, ანუ ეს ვთქვათ, სპექტაკლი იგივეა, შეიძლება რეჟისორი შეიცვალოს მის სპექტაკლის და ოდნავ რაღაც ხანად გამოჩნდეს რაღაცები რა. მაგრამ დიდწილად ყველანი ანუ უბრალოდ ლიმიტირებული რაოდენობა როგორც შეიძლება ადამიანის ცხოვრება და ფსიქიკა განვითარდეს. ანუ ყოველ შემთხვევაში კი რა თქმა უნდა წვიმანი ნიუანსები სხვა აქვს, მაგრამ აი უმეტესობას დედი იშვიები აქვს, უმეტესობას მამი იშვიები აქვს, უმეტესობას რაღაცა ტრავმა გატანილი, ვიღაც ყარი მეგობარი ყავს ბავშვი, ვიღაც რაღაც აი ხები გროვდება ეს და მე ნახულობ რომ ანუ ხები კი მაგით უკავშირდები მე ხალხს. ეგ რო არ იყოს დაჯგუფებული და ბევრი ერთნაირი რო არ არსებობდეს, ხო? საერთოდ ვერ ნახავდით ხალხთან მარტივად. მართლა რო ფერების დონეზე ვიყოთ, ხო? ბევრს ანუ და კრიტიკული საერთო რაღაცები თითქმის ყველას ერთნაირი გვაქვს რა. მაგაში გეთანხმები. და ანუ და ამოც შნობა შეგიძლია ანუ ადამიანის ფსიქოტიპის ძალიან მარტივად. და რაღაც ტიპს ვიცი, ვიცი რა, აი ოკეი, აი been through this რა მოსმენილი მაქვს ეს ერთხელ ეს ისტორია და აი გაგიღიმებ რაღაც ეგეთი გაგიტანებ და ძალიან კაი ხო. ხო. ანუ ინტერეს რთულად აღწევენ შენსას ადამიანები რა, ანუ ინტერეს არა, ეგ სხვა ამბავია. ეგ თალკენ ის არის. ინტერესი ხო ვარჯიში არის, ექსერსაიზივით არის, ანუ როგორი რაღაცა. გამოძიება ხო უფრო საინტერესო არის ვიდრე შედეგის გაგება რა ხშირ შემთხვევაში რა. ხო. ფილმებში ეგრე. პროცესი, ეხლა ასამ ვიცი რა, ანუ აი მარტივ ისევ რაკი მსახიობი ხარ, ანუ ვიცით სპექტაკლში შეიძლება რავი, აი ხება თავში ყავს ვიღაცა, რაღაც ეგეთი ყველა ნანახი აქვს სამჯერ, მაგრამ ისევ ხომ მიხვალ რომ იქ მსახიობი შეიცვალა იქ რაღაც ეგეთი, თავიდან ვიყავით, რომ ოდნავ განსხვავებული ნიუანსებია რაღაც. სტორი მაინც იცი ყველაფერი, მაგრამ აბა ეს ინტერპრეტაცია როგორი არის. ხო. ეგრე ეს ინტერპრეტაცია საინტერესო არის რა. მაგრამ იგი მას არ ნიშნავს, რომ უმეტესობას როგორც ხელოვნებაში არის, უმეტესობა ბანალური არის და ძალიან ზუსტად საინტერესო, ეგრეა ხოლმე რა. დეპრესია ქონია? ბევრჯერ? დიდი ხანი მქონდა გადამოვოთ. აუნდ ეგეთი რაღაც არსებობს, პასიური სუიციდალური დეპრესია, ეგეთი რაღაც ყოფილა თუ მე არ ვიცოდი. როგორი? პასიური სუიციდალური დეპრესია. ამით სუბტიტრები უნდა დავადოთ რომ პასიური სუიციდალური, მოკლედ რა ქვია, დეპრესიის ფორმა. სუიციდისკენ მიდრეკილი? სხვანაირად მუშაობს, რაც სუიციდი რო სუიციდის საშუალება რო დაამშვიდებელია შენთვის. და ვიცი, ანუ მოკლედ დეპრესია მქონდა ისე არ ვიცოდი რა როგორ ანუ ისე. ერთი წამის სუიციდი. მოკლედ 8 წელი ისე ვიცხოვრე რომ ანუ ეს შფოთვის ბრალია, შფოთვის სიმპტომია და შფოთვითი აშლილობის პლუს დეპრესიის ნაჯვარია და ეგეთი რაღაცა და ანუ იმით რომ იმაშობა, აი ხო შემიძლია თავი მოვიკლა. მოდი, ნაკი შემიძლია თავი მოვიკლა, მოდი აი დღევანდელი დღე გავაგზავნოთ. ეგ მომენტი რა ყოველ წელს გამოსავალი. რა მაგარია. და არა კლასიკური სიმპტომები დეპრესიის. მაგარი ეგ დეპრესია კი არ არის ეგ მაგარი თვითონ ეგ გადაწყვეტილება. ხო რა. დღესაც ვიცოთ ხო? მაგას ისეც აი შაბათს ვიზამდა, შაბათამ და ვიღო. აი ეგეთი რაღაცა რა ვიღო ხო? ანუ იმუშავ. ხო და რა ქვია, ანუ ამიტომ ეგ ანუ იცი წამლავს რა, არასდროს თავს არ მოიკლავ, დეპრესიის კლასიკური სიმპტომები არ გაქვს ჩავარდე ლოგინში და მაგალითად ეს ფლეგმატური ან რაღაცა ეს მელანქოლია რაღაც შეიძლება არ გაქვს მაგისი, მაგრამ ვერასდროს ვერ სუნთქავ. სულ ეგეთი ხარ, სულ მოჭიმული ხარ, სულ და სულ თამაშობ და მე საკუთარ პიროვნებას კარგავ და რაღაცები რომ თავი დაიცვა და ისევ რა, ანუ ეს შიშის ინტერპრეტაცია ეგეც რა.
მაგაზე მართლა 3 წელი დამჭირდა რომ აზრი მოსულიყავი და გამომეკვლიე ჩემ თავში და გადამეგდო ეგ ეს თქვა. გადამეგდო რა განმეყურნა ესე თქვა. კაი. რამდენი ხანია რაც განიკურნა? 3 წელია განმეყურნე რა. ხვდები ანუ ვიცი შენი თავი განიკურნე კი რა გამოხვედი? ხო, გამოვედი მაგდომარები. 3 წელია ეს ვიტყვი. იმიტომ რომ ცნობილი რომ გავხდი, მაგან ძალიან გააღრმავა ეგ ისა რა. იმიტომ რომ სავიდან ბომბე რო კარგავ ნარატივს შენ ცხოვრებაზე, იმიტომ რომ სხვას რო წარმოდგენები აქვს შენზე და ის წარმოდგენა რო არ არის რეალობასთან კავშირში რა. ეგ მოქმედებს. ეგ ხო შენი მოგონილია? ხო, არა, რა თქვა, არა. რეალურად ეგ შენ მოიგონე, რომ არ არის შენთვის იკეთება რომ 27000 ადამიანს არ უგინებია ერთგვარად კომენტარებში არასდროს. მაგიტო ხო, მაგრამ რატო გაგინეს? რაღაც ისეთი, რა ვახოთ. რაღაც ინტერპრეტაცია, ანუ რაღაც მოვლენის ინტერპრეტაცია ჩემი სხვანაირი იყო, ხალხის სხვანაირი იყო და ანუ რეალურად სისულელე არის. ხტები და რეალურად იმ მომენტშიც რო ვიღაც რო კითხა, ესეთი ლექცია მქონდა მაგაზე რა, მაგრამ ეს როგორც პატარა წვეთივით არის, რომელიც წვეთება და ადრე გვიან დეფორმაციას აკეთებს რაღაც რა. და ეგ იყო რაღაც მე გააღრმავა ის, იმიტომ რომ რაღაც ბზარები გაჩნდა რაღაც რა, ისი შეერაღებულიც არ ვიყავი, რომ მაგ ბზარების აღდგენა შემიძლებოდა. კაი და მაგათი აზრი ანუ შენთვის მნიშვნელოვანი იყო თუ იმიტომ 27000 იყო ბოლო შემოაღწია. ის მეტი იყო რომ არა, ცნობილი რომ ხარ ვერ გაუბიხარ მაგ აზრებს. ეგ არის პრობლემა რა. ანუ ვერ აკეთებ, იმიტომ რომ დაგიზდებს ყველგან. იმიტომ რომ შეიძლება ქუჩაში მივიდე შენთვის და ვიღაც მოგაძახოს რაღაც, ხდები? ეგ ყოფილა რომ მოგაძახოს. ეს რაღაც ვიცი ყოფილა, ბევრი ყოფილა. ანუ ტირაჟი ყოფილა რომ კარგი უთქვათ იმაზე რაც მე ცუდი მგონია რომ არის რა, ჩემი აკეთებულნი და იმ კარგის ნათქვამზე უორესი რეაქცია მქონდა რომ რატომ მეუბნები რომ კარგია, როცა მე ვიცი რომ ცუდი არის რა. ვითომ და არაფერი, მაგრამ მაინც შედეგი აქვს ხომ რა თქომბაში რა. ანუ აი პატარ-პატარა. საერთოდ მზად იყავი იმისთვის რომ ერთგას გაგეღვიძა და ხალხი გცნობდეს. არა. ეგ მაგის მზად არავინ არ არის მგონი. რატო? ანუ უცბად ესე არ საიდან, იმიტომ რომ იცი არის მე არ საიდან არავინ არ გიცნო. არა და ეგრე მე მქონდა. არა, ხო მაგას მომთხოვნა, მე მქონდა როგორც იცი რომ ერთი დღე ანუ ვიყავი ჩემთვის ყარად და ერთ კვირაში უცბად ყველა მიცოდა ვინ ვიყავ. ანუ იცი ამ სახიობი რო ხარ, ხტები ნელ-ნელა აგროვებ შენ ბაზას ხალხის ხტები. მიდიხარ წინ და მე კიდე ანუ უცბად სამზარეულოდან და ჩემი ინდუსტრიიდან გამომეჭიმეს ტელევიზორში, ისე ვიძან ხევთ თქოს რაღაც ძალიან ცუდი იყო, მაგრამ ნუ გამომეჭიმეს უცბად ძალიან ცნობილი გავხდი. და ეგ იყო რომ მე ანუ არ მქონდა ნაფიქრი, ძალიან ბევრი მქონდა ნაფიქრი ჩემ კარიერაზე, კულინარიაზე რაღაც, მაგრამ იმაზე ნაფიქრი არ მქონია რომ ცნობილი როგორ იყო. და ანუ ეგ просто ანუ გინდოდა შენი აზრით? იცი რა, ანუ რაღაცა გინდოდეს, უნდა იცოდე რა არის ეს მგონია, ასე მეტნაკლებად რა და მე საერთოდ არ ვიცოდი რა არის. ჯერ არც მეგონა რომ ეგეთი ცნობილი გავხდებოდი მაგით, იმიტომ რომ მეთქი კულინარიული შოუ ხა კაი მესმის, მაგრამ ასე ქართული რა უნდა იყოს თქო და ну кай დიდი აბათობით არ გამოვიდა და რაც შვილი არ უყურებს ხო ეგეთი დამოკიდებულება მქონდა. ამიტომ რავი ანუ თავის ბენეფიტები ძალიან ბევრი აქვს, ძალიან კარგია, მithmetet ბავშვები ასწორებს. ამუშავებს თან შენ საქმეს არა? იცი რა არის, ანუ რაც შენ საქმე, ანუ აი რაღაც ხელს უწყობს, მაგრამ აზიანებს კიდევაც, იმიტომ რომ მოუდინებს ხნის სხვანაირს. შენ ვერ იტან მოკლედ მოლოდინებს რა. შენ მიმართ წამოჭიმულს. მე ხო მithmetes. ეხლა ვცდილობდი გამომეთვალა. რა ასაკში დაგეწყო ეს რაღაცა დიდი სახელი რო აქვს. 22 3 რატო შენი აზრით? რას დაემთხვა რა პერიოდი? ალბათ ცოტა ეს თქვა დასრულებაში გადასვლა ესე თქვა რა. უცებ გააცნობიერე რომ უი. არა, იცი უბრალოდ ან მაგრამ ეგრე არის, უბრალოდ პასუხისმგებლობები რაღაცები, ანუ ბევრი რაღაც ეს არის რაღაც ესეთი მომენტი რომ ერთიანად რა გროვდება რა. მომენტი მაგრამ ხო რა და ნუ სრულიად აბსოლუტურად ანუ ესეთი რომ აი უნივერსიტეტში ამთავრებ ხო ესეთი მომენტი გაქვს რომ რა ქვია დავალებებს გაძლევენ მარტივია, იმიტომ რომ იცი დავალება გაქვს მოცემული ეს და რაღაც მომენტში ეგ აღარ გაქვს, მე შენ თვითონ იგონებ დავალებებს რა. ყოველ შემთხვევაში ხა ბევრს არ აქვს ვიღაცები არიან ვინც ახლა სამსახურში ისე არის ხომ რომ დავალებას იღებენ ხომ, მაგრამ მე არც არ მინდა და არ მინდა ხომ რომ ეგრე ყოფილიყავი, იმიტომ რომ მე ყოფილიყავი დავალების გამოცემითელი ცხოვრება და არა პირიქით. და ანუ ბოთ მაღაზია იმას აგევნებიან, რომ პასუხისმგებლობის ტარება არის ძალიან რთული რაღაცა. და ბევრი პასუხისმგებლობა ავიკიდე თავიდანვე ძალიან. და ცოტა ალბათ ეგეც იყო რთული. ალბათ დეგენერატივი არ ვარ და ეგ არის რა. ანუ მარტივი გამოსავალი ეგაა პასუხის. რა რაღაცები არ გამომდიოდა რა. არც მახსოვს ჩემი თავი მაგ პერიოდში საერთოდ. ვაი მე გიცი რომ მეც მაგ აბა ამას ძალიან ხშირად ვფიქრობ.
უფრო და უფრო ეხა წამომეწია. მე მართლა გეუბნები, როგორც სიზმარი, აი ესე ბუნდოვნად მახსოვს ჩემი 18 წლიდან 21 წლამდე. აი, მართლა გეუბნები, როგორც ფილმი, რომელიც აი ადრე ვუყურე და მინდა რომ სიუჟეტი გავხსნო, ეგრე მახსოვს ჩემი თავი. და შენ არა? მე ვაფშე ვაფშე არა. ანუ ეპიზოდური რაღაცა მომენტები მახსოვს. ანუ რაც აღწერე და ახლა ხო და რატო ხდება ეგ დაბლოკა გონება? აბათ ხო. აბათ რაღაც იყო ის თვითონ გამოს დასაბლოკი იყო. და გადაწყვეტილებებს მაგ პერიოდში როგორ შეიღებდი, იმიტომ რომ მე ძალიან კრეტინულს. თითქოს აი გადათიშული ვიყავი თუ არ ვიცი, ვინ ვიყავი საერთოდ. ძალიან კრეტინული ასნიშნავს. რა? ძალიან კრეტინული ასნიშნავს. რაც აი რასაც ეხა ვიმკი რა. ბევრ დებილურ გადაწყვეტილებას ვიღებდი მაშინ. უცნაურ. არალოგიკურ. ნუ რა კითხოცხალი ხარ? ესე იგი აქ თუ ისე მაინც კარგი იყავი. ხო, ნუ მაგრამ შენ სხვა დეპრესიის რაღაცა სათაური გქონდა და მე მაგიტო მე რო ეგ დამარცხნოდა შენ რაც გჭირდა. მე შეიძლება ეხა ცოცხალი არ ყოფილიყავ. არა, მაგაზე არ ხდება. ძალიან დეპრესიული ვიყავი მე თან. ანუ შენ კლინიკური კლასიკური დეპრესია ქონდა? ხო, კლასიკურად დეპრესიული გოგო ვიყავი. მე როგორ დააღწია? აი მარტო რჩებოდი ჩემ თავთან ძალიან ხშირად და ეგ იყო კატასტროფა ალბათ. მაგით დააღწია თავ გამოწურე შენი თავი ესე მაგ სიტუაციიდან? ხო, ეს იყო დახმარების გადაში, თერაპიის გადაში. არა და მედიკამენტებიც მჭირდებოდა. მაგალითია. კაი, და მედიკამენტებს შენით დაანებე თავი თუ მედიკამენტებს ანუ ვიცი რა ქვია, ხო, ანუ პროცესი ნელი ეს თქვა. ანუ როგორც იზრდება ისევე ისე უნდა კი, მაგრამ მე ეგრევე შევწყვიტა. შენ? Cold turkey საღოლში. ხო, საშინელება იყო. მე ანუ მე ერთი-ორჯერ დავანებე ესე და მე ისე დამიმართა რომ მეთქი აი სად არის ჩემი. ხა. ამიტომ რა ქვია რა ეგრე. შენ ამდენი ხანი დაგჭირდა აზრი რომ სულიყავი ეგრეგად შეერების მე. სიგარეტს არ ნებებენ ხოლმე თავს ეგრე ხოლმე და რატო და უცებიც რა დამართა? აი მე სასტრაფოდ უნდა რაღაცა შევცვალო, სასტრაფოდ რაღაცა შევცვალო და აი ეს გავაკეთე და ტაბლეტი აღარ დავლიე რა. ეს იყო საშინელება, მე უარესი იყო. მე ხო ბევრად ალბათ. ვიდრე წამალს რომ მინიშნავდნენ. მაგაზე უარესი იყო. თერაპიას აკეთებდი წამალთან ერთად? ხო, აბა. ან დადიოდი ფსიქოლოგთან. მაშინ ოკეი. მაინც არა, ძალიან ცუდი რაღაც. მაგრამ ნახე ერთიანად ვქენი ეგენი. ერთიანად გააჩერე ყველაფერი? კი, იმიტომ რომ მაგ პერიოდში უკვე შემდეგ ის თუ რა ხდებოდა? სახელიდან გამოსვლის მეშინოდა მე. კი. ხო. შენ ეგ არ გქონია, ფობიები გქონია? ფობიები კი პანიკური შეტევები. პანიკური შეტევები კი ბევრი. რები. მაგალითად მანქანაში მე ჩემნარი გექნებოდა თუ არა. მაგალითად ერთი მქონდა რომ ფსიქოლოგთან მივდიოდი, გადამედო ფსიქოლოგმა, იმიტომ რომ რაღაც პრობლემა შეექმნა და მისული ვიყავი მანქანაში ვიჯექი და პანიკური შეტევა დამეწყო მანქანაში და კარი როგორ გამეღო ვერ მივხვდი მანქანას. და 15 წუთი ჰიპერვენტილაცია მქონდა და კარს ვერ ვაღებდი მანქანას. აი მას ვერ ვაკეთებდი. ой. კიდე ნუ რა ეხლა დანჩენ ცოტა პირადულ მომენტებში მომხდარა რაღაცები, მაგრამ ნუ ის რომ მე ცოტა ის მქონდა ხომ რომ self harm-ი ოღონდ მატერიალურ self harm-ს ვაწყობები ხომ რა პანიკურ შეტევა რომ მეწყება ხომ თუ რამე ჩემთვის მატერიალურად ღირებულს გავაფუჭებ მაბრუნებს რა ამიტომ რა ვიცი ტელეფონი მაგალითად ყველა რაც ხონია ცხოვრებაში გატეხილი მაქვს აბსოლუტურად ნასროლი გადაგდებული რაღაც ეგეთი ხო რაღაც ხო სროლა რა უნდა ისეთი უნდა დაწმუნდე რომ ფუჭდებოდა და სამუდამოდ დანგრეული არის რა განადგურდეს უნდა რა ეგეთი მაგალითად რაღაც მდინარეში გადაგდებული ან რაღაც ეგეთი რაღაც ეგეთი რაღაც ფშოვდა ხომ მაგრამ თეთრ პოდიში უნდა მექნა არ შემეცდა ეთე რა ქვია ლიზა იეჭვენებს აბატი და კაი აჰა ნივთების მიმართ გააქვს მიჯაჭულობა იმდენი რაღაც მიკეთია რომ მოგყვება ჯაჭვებზე არ გელაპარაკები მიჯაჭულობა ჯაჭვები გაქვთ თუ რა თქვა მე არა ყველაფერი ჯაჭვია კი ყველა ნივთებზე მარტო ვიღაცამ თუ მომცა ის ნივთი შენით არ ყიდულობ? ჩემით რასაც ყიდულობ ხომ მაგაზე, ნუ აი ძალიან სპეციფიკური თუ არა რაღაცა კი. მაგრამ ისე ვერცხლი გიყვარს შევატყვი. და ენერგეტიკულად არა. და X-Max თორმეს მის ხომ მეგრევე ემპერიკოს ჩემში. მართლა არ არა, ხო მე ენერგეტიკულად არ გიჯერა. ამჯერა ვიცი. რა იცი? აი ენერგეტიკა ნივთებს რაღაც ეგეთი არა აქ არა. მართლა? მართლა. კაი და ცუდად არ გაქვს დაცდილი რამე, რასაც მე აღარ იცმევ ან აღარ იკეთებ?
არა და მეგონა რომ ეგეც უნდა გქონდეს, ისეთი გარეკილი გაქვს. ანუ ეგ არ მაგარი, მაგაზე აბსოლუტურად ისე ზოდიაქოს უჯერა? არ გეტყვი. იმიტომ თუ კი კაი ფსიქოლოგის ნომერი, მაგაზე არ გიძერა. კაი, მაგრამ ჰოროსკოპით რა ხარ? რა ხარ? ტრაკი. მართლა რა ხარ? ხოია, ჰოროსკოპით ვერძი. ხედავ აი რას დაფუძნებით. ეხლა მე თქვა რომ მე თქვა რა ვიცი, კურო რომ მე თქვა. იეი, მე. აი მორიელი. აი იგენი უკვე აღარ ვიცი, კურო და ვერძი ვიცი მარტო. მორიელი ვიცი. მაგრამ თვისებები მახასიათებელი ძალიან ხო, მაგრამ არა, ვარსკვლავის განლაგების გამო, იმიტომ რომ ვინც გაზაფხულზე დაიბადა, პირველი თვეები თავის ცხოვრების გატარებული აქვს სილაღეში, მზეში და რაღაცებში, ავტომატურად უფრო გამბედავი და უფრო ისე, იმიტომ რომ არ კეტავდნენ და არ იცავდნენ სიცივის განხომე. ის ვინც იბადება ზამთარში ხომ უფრო იზოლირებულა ეს შენი ძალიან პრიმიტიული თეორია, რომელიც საერთოდ არ მომწონს. ესა პრიმიტიული და ის რომ თვარემ გადაინადგინა და მე სატურნმა ჩაიერა, ეგ არ არის პრიმიტიული. ანუ შლოპანცი გეცვა თუ არა ეგ? მაგას არის, აბარა, როცა ერთი წესო ხარ ბავშვი, რა თქმა უნდა, მიწას ეხები თუ არა, ფეხებით თუ ფეხსმით ეხები, მაგას მნიშვნელობა აქვს. რატო არის მაშინ რომ სამხრეთ ჰემისფეროში სხვანაირად არის შებრუნებულად რო არის ჰოროსკოპები ხომ და ჩინურ კულტურაში სხვანაირად არის შებრუნებული არის. ჩინური ძალიან მაგრიობაა. ჩინური თუ ხარ? არ ვიცი. მე მაგ ჰობი ტაროს გაშლა რა. კარტი მიყვარს ნებისმიერი ფორმის ზოგადად და ტაროს გაშლა ატყობ. რა. რა შენი თავის საწინააღმდეგო რაღაცა. არა, ტარო არ არის მაგია და რაღაცა. ტაროს გაშლა პროსტად გები და შლი და მე კეცა. არა, ტაროს მუღამი, ტარო ჯესტ კარტი არის მან თავი მუღამი, მაგრამ ჯესტ რიტუალურია. რიტუალური არა, იმიტომ რომ სპირიტუალური არამედ გასართობი არის, როგორც რიტუალური არის შეიძლება რა ვიცი. იმის რა ფრაკის ჩაცმა რიტუალურია, ეგრევე ტაროს რიტუალურია. ხო, მეგობრებს მე ალაგ-ალაგ ხან-ხან უშლი ხოლმე. მაგრამ მუღამი ის არის რომ წინადების წყობა არა. წინადების რატო არ გამიშლი? მაგას კონკრეტული ის სჭირდება, რა ქვია, სიტუაცია. და განწყობა. იმის თქმა უნდა, ბრამანთებას გენა, მე საშინელებას გენა მე ტაროზე რაღაც რო აუ ამასთან ჩემტერსთან რაღაც ეგეთი რო თქვა. არა, ფაქტია რომ ვერ შლი. აბა რა განწყობა და სანთლებს გაგახვედრებ და რა არა, სხვა რამეს ვიძახი. კაი. იმიტომ რომ რიტუალი არის თქო, ან ფან არის რა, ანუ ხდები თელი მუღამისა რომ რაღაც უნდა შექმნა განწყობა ადამიანს, პრეზენტაცია უნდა გავაკეთოს სწორი ადამიანს, იმან ირწმოს მომენტში და აკვეს, ხდები არგუმენტია რა, ანუ მაგ თელი მუღამი ტაროს და კითხაობის ანუ ჯადო ესე ვთქვა რაც არის ის რომ იმდენად ფსიქომანიპულაციის ტიპი რომ შენ ყველაფერს შენთან უფავ და მე ის რაღაცებს გენება რომ ხო და მე მიყვები შენთან მე კაუჭებს იგიდებს და შენ მაგ კაუჭს ეგები და მე კი ეგ ჩემზეა და არა და უმეტესობა რაღაცას წევნები ისეთი რაღაცა რაც ყველასთვის გამოსდეგი იმის არის რომ მე შენ ცხოვრებაში ვზნობ რაღაცა ტკივილს აი ვის არა ტკივილი მოსდო ჩემო ან რაღაცა ძალიან ცუდი დაგემართა წინაკვირას და შეიძლება ვიღაცის დონატის დავარდა იყოს ცუდი ვიღაც შეიძლება მიდა მოუკვდა შეიძლება მე როგორ რაღაცა ანუ მაგრამ ყველა მაინც კომუნიკაციაში სისულე ანუ მაგარი ხერხი манипуляციის ძალიან და დიაში манипуляციის და გამოძოვის ინფორმაციის ან კიდე გართობის უბრალოდ მეგობრულ დონეზე და არის კელტიკური კროსი არსებობს ტრადიციული თურქული ტარო არ ბევრნაირები არის რაღაცა ხერხები ის შეიძლება გაშავო და გასართობი არის პროსტა თან ლამაზი ტარო მაგარი რაღაცა კაი ბოლო რატო არ მიშლი ტაროს იმიტომ რომ დღეს გაგიცანია 1.5 საათის წინ მაგ ანუ უნდა იცოდე ადამიანს რაღაცა. პირიქით, უფრო არ იცი მარტივი არის, იმიტომ რომ ზოგადად რაღაცას გაკეთებ. ფან რო იყოს, ცოტა ადამიანთან კომუნიკაცია მქონდეს. აი, ანუ არ ხარ რა პროფი, მივხვდი ახლა. ეს რაღაცა ეს მეოთხე კლასის манипуляცია რა არის? აი, ანა, შენ ესე იგი არ გამოგდის და მაგიტო არა. არა, რო შეგეძოს ეხავე გაშლილი მაგიტო. აი, Facebook-ზე აი ამასოებით რაც არის ბაბშე ყველა ჯგუფში ვარ გაწევრიანებული და ბაბშე ყველა სხვა შლევინა მე კელტიკური გაუშლია ჩემთვის კელტიკური ჯვარი გაუშლიათ ვინ არის კელტიკი კელტიკ კროს არის ეგეთი გაშლის ხერხია 4 ესე ვაგდებოდა ნახევარ მთვარე მარჯვენა მხარეს არა იმიტომ უმეტესობა გიშლიან ხომ რეიდერ ვეიტს გიშლიან კლასიკურს ხომ 3-ს დაალაგებენ და ეგ ატარაგონიათ აუ რაღაცები იცი და რატო აკეთებ მაგას კარტი მიყვარს
არა, მაგას გეუბნები, შენ იმათ კონცერტზე კარტი გქონდა გაშლილი თქო. კარტი შეება ბექსტეიჯში მქონდა გაშლილი რაღაცა. არა, იქ და აბა ეს რა კარტია. ესე აკეთებდი. მახსოვს ეკეთე. მართლა, შეიძლება არ იყავი ფრეზარი. სულეთ ფრეზელი ვიყავ. თრალი. არ ვიყავი, არა, ფრეზელი ვიყავ. მაგრამ კაი. აი, ახლა მიხარი სამი თვისება, რომელიც გიყვარს შენში. რა თავსთან განაბებ თუ გინდა. თუ მინდა. თუ გინდა. სამი თვისება მეც მიყვარს ჩემში. მე ვგიშდები სამი საყვარელი. ეგ ცოტა გითხარ. შენც მეტყვი მაშინ. რა? მე რო უპასუხებ, შენც მიპასუხებ. სამ თვისებაზე. მაშინ ახალ საათი აგიცნობ და კაი ვიცი რომ ჩემზე მეუბნა. მიდი. კაი, მიდი. კეთო. პირველი თქო პირველს ვიტყვი. კაი, ცნობის მოყარეობა. ჩემ თვისება ის არა. კომფორტულად შემიძლია ვაგრძნობინო ყოველს თავი. ოკეი. მე მიყვარს ძალიან რომ არასდროს აგვწევ თავს კომფორტულად. თავგადასავლების მაძიებელი ვარ. ძალიან რაციონალური ვარ. ვერ ჩემთვის არ არსებობს. ოკეი. ხომ მაგარი იყო? კაი. კაი, კიდე რაღაცას კითხავ რა. სამი საყვარელი საჭმელი. აუ, ფუ. მაგ კითხვაზე არასდროს არ ვცემ პასუხს ხოლმე, იმიტომ რომ შეგიძლია თქვა ერთ კერტში 3. არ შემიძლია. არა, კაი, მაშინ არა, ეს არის ჩემი თამაში და ჩემ თამაში ჩემი წესებია. მე ვგიჟდები ამ კითხობანაზე. დავიწყეთ. სტანტრუმის რაღაც ნინა ეგეთი ის არა, იცი არ გიტყვიზე არ არის, ანუ ისე რაღაც მეკითხები რომ ანუ ადამიანი რომელსაც თავის ცხოვრება საჭმელს მიუძღვნა, ეუბნება რომ სამი რაღაცა არჩიოს მარტო მაქედან. კაი, ნახე. გავიგეთ არა არ მყოფილი კუნფუ პანდა ხარ ჭამაში მაგრამ საჭმელში მაგრამ ნახე არა ერთი წამი მოსმენა თუ შეიძლება რამენაირად მოვაგებო ესე კითხვას გისვამ მე მაგ ისეთი შეკითხვა რომლითაც მაინც წარმოიდგინე სამყაროს დასასრულია და შეწყდა პროდუქტი ყველანაირი სახის არ მინდა ეს შენი რაღაცნაირი პრაქტიკული აზროვნება რომ მიჭიდან ამოვიყვან იმას რა ქვია ხიზილალეს აი ფეხებზე მკიდია არ არის საჭმელი მორჩა ვერჭა ვერაფერს ვერ შევე უნდა მაგრამ შიმშილით მკვდებით თუ არა მაინტერესებს არა ხო მიშო თუ სანაირად დავხატე შიმშილით მკვდებით თუ არა ირჩევ ერთ კერძს რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე შეჭამ. მარტო ერთი რაღაც უნდა იყოს, კერძი. ერთი კერძი უნდა იყოს, ოღონდ ნახე. ხორე, ანუ საიდიც არის, ანუ გარნირი შეიძლება აირჩიო და რაღაც. ეხლა შენ ეს აქციე სიამოვნების კითხვია, აქციე ვარჯიშად იმისი თუ რა იქნება ყველაზე რაციონალურად ტექნიკურად გამართული რაღაცა შეიძლება გადაგარჩინოს. მე მაინც არ ავირჩევ იმას, რაც არ მეყვარს. ანუ ესე მოკვდები. არა, რატომ მე მეყვარს. ნუ შენ ისედაც არ გაქვს ჯანსაღი დამკვიდრებული საჭმელზე, მაგრამ ნუ მაგას მნიშვნელობა რა. რატო ზეჩი თუ არ ჭიპჭიპებს? არა, ხორცი. თევზი არის ძალიან მაგარი ხორცი. ოკეი, და ტყის საკაც. ეს საკაც. ზეჩი თუ არ ჭიპჭიპებს, ანუ არა, მე აქ თემას ვერ ვიდობ, რომ მოვა ვერ ვიდობ. მიდი. და რაღაც სალფეტკში დავალბოთ რაღაცა. მიდი, კიდე სალფეტკს დავადოთ. მიდი. ნაყინი არის უარს ანუ რაც არ უნდა ყდებოდე და მკლავდეს უარს ვიტყვი. ოღონდ ნაყინით მართლა უნდა ყდები. ვიცი, მაგრამ აყურე რომელი პასუხინა? შემიძლია გაგცი პასუხი რომ იცი რა არის მათზე რა ქვია ექსტრაგირებული ცილის ემულსია და რა ქვია ნახის ყების მიქსი რომ ანუ რომ გადავჭი და არ მოგვდე და თუ გინდა გიპასუხებ რაციონალურად თუ გინდა გიპასუხებ სიემონებს. ეხა მითხარი რას შეჭამ ნაყინი გიყვარს ყველაზე მეტად. ანუ აი რა აიღო დაიღო ყველაზე მეც სიემონებს ვიღებ ნებისმიერ რაც ნაყინის ფორმით არის. ნაყინის ფორმა ყველაფერი შემიძლია ნაყინის ფორმით ჭამ. კრაბიდან დაწყებული დამთავრებული აი მეცებს აქ კიდე. მითხარი.
შეთქავ დავარესტატებ twins, იმიტომ რომ ვერ მოვთვი საწახვედი და მე 4 ადგილას წავედი, მაგით 5 ადგილას და 5-ი ძალიან საზარად ადგილას მიყვანა და კაი არ ვიცი რა ფორმებზე რა გონდი. მედი არც ერთ მე ვიფიქრე. რა ქვია მართლა ნაყინით მოკვდები. კაი, ახლა მითხარი ის საჭმელი, რომელსაც აირჩევდი. რო არ მოკვდა. ანუ ალბათ რაციონალურად რო აიღო ემულსიები. არა, რაღაც ისეთი რომ რაღაც ჩაშიშულივით რაღაც ან პაეია უნდა იყოს, ან რაღაც ეგეთი, რაც უბრალოდ ყველაფერს მოიცავს, რაც ჭირდება რა. ამ соуზი მაგალითად. რასაც ხორციც აქვს, შიგნით ნახშირ წყალიც არის. კარტოფილიც არის, соуზიც არის, პომიდორიც არის, რაღაცები ასე თუ ისე ბალანსირებული კვება არის. ითით შეიძლება გაკაჩო ძალიან დიდი ხანი. მწვანეილიც აქვს ასე თუ ისე მიკროფლორისთვის. კაი, გასაგები. მოვჩეთ. რამეზე ხარ ვიჩხუბოთ? არ ვიცი, იმდენ რამეზე ვიჩხუბოთ უკვე. აღარ შემიძლია. მე დაიღალავ. კაი. მაგდონალდს ნაყინი თუ გინდა წამოთხოვო. არა, ვითარ შემთხვევაში. გადაშორის სად არის? არ არის ახლოს. მაგას გეკითხებოდი ნაყინი. აქ არის ახლოს. სად არის აქ გემრიელი რომ ხალხმა ჭამოს? მაგალითად corn culture არის ძალიან კაი სანაყინი. corn culture არ არის. რა ზე მაქ სოლომონები დინამიტას მე ბატავები მინდა. ვაიმე, ვანსები პროსტო. გოგო, ავანსები არის ახალი თაობის dead shoes არის, მაგიტომ. არ არის dead shoes, ეს არის ახალი რაღაცა ისე, ტაფა კვერებით და dead shoes-ი არის თანამედროვე გენები. მითხარ გოგო, რომელიც დამცინის, ხო მართლა იმით დადეს, რა ქვია, ტაფებით. არა, კარგად იყავი. არა, ბაზარი არის შენ ჩუზი რო არის სკეიტზე და ვაფშე მდგარა? კი, მდგარ. შენი სოლომონები ძალიან ხდება შენ ცისფერი ტკია და რაღაც პარლამენტო მწვანე ჯიპს. შეხედე რა. არა, ყველაფერს იმას ძახს, so adventure. რაზეც მითხრა რომ კაია. So adventure. არა, კარგია გითხარი, მაგრამ იმას არის სასაცილო არა. იმენა ჯონი დება, იმით ბაიკერი, ტიპიური ვერძია, ბრა. ტიპიური ვერძია. ნახონდის.